მოგესალმებით. თქვენ ახლა უყურებთ ვიდეო სიმულაციას თემაზე ელექტრონული პოსტა. ამ ვიდეო გაკვეთილის ნახვის შემდეგ შეგეძლებათ თქვენს მეგობარს გაუგზავნოთ წერილი, ამ წერილთან ერთად გააგზავნოთ ტექსტური დოკუმენტი, თქვათ თქვენი სამოტივაციო წერილი, ან გააგზავნოთ თქვენი სურათი, ან ვიდეო მასალა, ან მუსიკა. აგრეთვე ნახავთ, როგორ შეიძლება წერილების წაკითხვა, მიბმული ფაილების ჩამოტვირთვა, სურათების დათვალიერება, საპასუხოდ წერილის გაგზავნა და ასე შემდეგ. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ ელექტრონული პოსტა, ანუ ჯერ კიდევ არ გაგიგლიათ რეგისტრაცია, მაშინ ეკრანზე მითითებულ მისამართზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო გაკვეთილი, რომელიც დაგეხმარებათ Gmail-ზე რეგისტრაციაში. ხოლო მათ, ვისაც უკვე აქვთ ელექტრონული პოსტა, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ჩვენთან ერთად. სიმულაციისთვის ავირჩიოთ თემა სამსახურში მოწყობა. ინტერნეტში არსებობს მასწავლებელთა ვაკანსიების საიტი. ამ საიტზე შესასვლელად გამოიყენოთ Google Chrome და სამისამართო ზოლში აკრიფოთ www.teacherjobs.g და დაასრულეთ Enter. ამ ჩამონათვალში ჩემთვის საინტერესო არის საინფორმაციო მენეჯერის ვაკანსია თბილისის 50 საჯარო სკოლაში. დააჭერეთ აი ამ განცხადებას და წავიკითხოთ ეს ინფორმაცია. როგორც ამ გვერდზე აღნიშნულია, მოცემული ვაკანსიის დასაკავებლად საჭირო არის ელექტრონულ პოსტაზე გავაგზავნოთ წერილი. ელექტრონული პოსტით წერილის გასაგზავნად აუცილებელი არის ვიცოდეთ მიმღების ელექტრონული პოსტის მისამართი. ამ გვერდზე მითითებული არის ეს ელექტრონული პოსტა და იმისთვის რომ ხელით არ ვწეროთ აი ეს მისამართი, შეგვიძლია დავაკოპიროთ. კოპირებისათვის მოვნიშნოთ მისამართი, მონიშნულ ტექსტს დავაჭიროთ თაგვის მარჯვენა კლავიშით, მიღებულ დაფაზე თაგვის მარცხენა კლავიშით დავაჭიროთ კოპის, მე თუ მკითხავთ მშვენიერი ხელფასია 300-დან 330 ლარამდე თვეში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ვიდეო გაკვეთილი არის სიმულაცია და მისამართზე წერილის გაგზავნისგან თავი შეიკავეთ. ამის შემდეგ დაგვჭირდება ჩვენს ელექტრონულ პოსტაზე შესვლა. დააჭერეთ სამისამართო ზოლში, აკრიფეთ ელექტრონული პოსტის ვებგვერდის მისამართი www.gmail.com და დაასრულეთ Enter. თქვენ მოხვდებით აი ესეთ გვერდს. ამ გვერდის ინტერფეისი შეგიძლიათ გადაიყვანოთ ქართულ ენაზე. ამისათვის თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭერეთ პატარა სამკუთხედს და ენების ჩამონათვალიდან აერჩიეთ ქართული ენა. ასე მარტივად გადაიყვანთ თქვენ ქართულ ენაზე აი ამ გამოსახულებას. ამ ფანჯარაში ჩამოთვლილი არის ის მომხმარებლები, ვინც Gmail-ის სერვისით უკვე სარგებლობდა ამ კომპიუტერიდან. შესაძლებელია, რომ ამ ჩამონათვალში თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი არ იყოს მითითებული. ასეთ სიტუაციაში შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს ანგარიშის დამატება. ელ-პოსტის ველში აკრიფეთ თქვენი ელექტრონული პოსტის მომხმარებლის სახელი, დააჭერეთ თაგვით ნებისმიერ ადგილას, ხოლო ქვედა ფანჯარაში ავკრიფოთ პაროლი. პაროლი საიდუმლო სიტყვაა და ჩვენს მიერ აკრიფილი ტექსტი დაიფარება წერტილით. სისტემაში დარჩენის ღილაკი ჩართული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ მეტჯერ არ გინდათ მოგიწიოთ მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანა პოსტაში შესასვლელად. თუ თქვენ სხვის კომპიუტერზე იმყოფებით, მაშინ დააჭირეთ აი ამ ღილაკს და გამორთეთ სისტემაში დარჩენის ღილაკი. ჩემ სიტუაციაში მე მირჩევნია, რომ ის ჩართული იყოს. დავაჭიროთ ღილაკს შესვლა. ვინაიდან ეს სიმულაცია არის, მე სპეციალურად არასწორად შევიყვანე პაროლი. მოკლედ მოგვითხოვება, რომ გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. მომხმარებლის სახელი და პაროლი ყურადღებით და სწორად უნდა აკეთოთ. ისევ დავაჭიროთ შესვლას. ჩვენი ვიდეო სიმულაციის ამ ნაწილში ნახავთ, როგორ შეიძლება დავწეროთ წერილი. ახალი წერილის დასაწერად დააჭირეთ მარცხენა ზედა კუთხეში არსებულ წარწერას Compose Mail. მიღებულ დაფაზე თუ ველში დავაჭიროთ თაგვის მარჯვენა კლავიშით, ვინაიდან ჩვენ ელექტრონული პოსტის მისამართი დამახსოვრებული გვაქვს. და დავაჭიროთ ღილაკს Paste. თუ თქვენ ეს მისამართი არ გაქვთ დამახსოვრებული, ისე როგორც ჩვენ გავაკეთეთ, მაშინ შეგიძლიათ ხელით ჩაწეროთ. მინდა შეგახსენოთ ელექტრონული პოსტის დაწერის რამდენიმე წესი. ელექტრონული პოსტა შედგება ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილში იწერება მომხმარებლის სახელი, შემდეგ იწერება მეილის ნიშანი Shift 2-ანთან ერთად და შემდეგ ელექტრონული პოსტის სერვერის მისამართი. ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ იმ ტიპურ შეცდომებს, რომლებსაც უშვებენ დამწყები მომხმარებლები ელექტრონული პოსტის მისამართის აკრეფის დროს. გავაგრძელოთ დანარჩენი მისამართის აკრეფა. Subject ველში უნდა დავწეროთ თემა თუ რა თემაზე გვინდა წერილის მიწერა. წერილის თემა შესაძლებელია აიკრიფოს ქართულ ენაზე. ამიტომ შევცვალოთ კლავიატურის განლაგება. ავკრიფოთ ტექსტი, ხოლო ქვედა ფანჯარაში უნდა დავწეროთ უშუალოდ წერილის შინაარსი. სასურველია წერილს ჰქონდეს ხელმოწერაც. ამით დავამთავრე მე ამ წერილის დაწერა. ყურადღება მიაქციეთ, რომ წერილში არ დამიწერია თარიღი. გაგზავნამდე სასურველია ყურადღებით გადაიკითხოთ წერილი და ჩაასწოროთ ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომები. თქვენ ცნობილი ბრძანებების დახმარებით შეგიძლიათ ამის
გაკეთება. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტთან მუშაობის სხვადასხვა ფუნქციები, როგორიც არის შრიფტის გაზრდა, გამუქება, დახრა, გახაზვა, გაფერადება და ასე შემდეგ. ის გადაგვრჩენია გავაგზავნოთ შეტყობინები. წერილის გასაგზავნად დავაჭიროთ ლურჯ-ღილაკს send და ops მივიღეთ ფანჯარა, რომელიც გვატყობინებს შეცდომის შესახებ. ეს შეტყობინება გვეუბნება, რომ ჩვენს მიერ მითითებული მისამართის ამოცნობა ვერ მოხერხდა. ის გადაგვრჩენია დავეთანხმოთ და ყურადღებით წავიკითხოთ. დავაკვირდეთ ჩვენს მიერ მითითებულ მისამართს და როგორც აღმოჩნდა, ელექტრონული პოსტის მისამართის ბოლოს დასმული არის წერტილი, რაც რა თქმა უნდა შეცდომა არის. ამ შეცდომის შესასწორებლად დააჭრით ელექტრონული პოსტის მისამართს, შემდეგ კიდევ ერთხელ მოგიხდებათ თაგვის მარცხენა კლავიშზე დაჭერა, კურსორი გადავიყვანოთ ბოლოში და წავშალოთ შეცდომით დაწერილი წერტილი. ამის შემდეგ დავაჭროთ ღილაკს send. ყვითელი შეტყობინება გეუბნებათ, რომ თქვენი წერილი გაგზავნილია. გაითვალისწინეთ, რომ ამ შეტყობინების შემდეგ წერილი რამდენიმე წამში მისდის ადრესატს. მოდით ახლა ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება წერილების წაკითხვა. შევახსენებთ, რომ ჩვენ ველოდებით წერილს კომბლისგან. და ხედავთ, რომ აი ეს წერილიც მოვიდა. წერილის წასაკითხად დავაჭიროთ აი ამ ზოლს. ამ წერილით გვეუბნებიან, რომ აღნიშნული ვაკანსიის დასაკავებლად საჭირო არის გამოვაგზავნოთ CV. ანუ სიმულაციის ამ ნაწილში ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ვუპასუხოთ წერილს და ამას გარდა წერილთან ერთად გავაგზავნოთ ჩვენს კომპიუტერში არსებული ტექსტური დოკუმენტი. იმისთვის, რომ წერილს პასუხი გავცეთ, დავაჭიროთ ღილაკს reply. გადავიყვანოთ ქართულ ენაზე და დავწეროთ ტექსტი. მიაქციეთ ყურადღება, რომ ადრესატის მისამართი ავტომატურად შეივს, ანუ ჩვენ ხელით მისი დაწერა არ მოგიხდება. შემდეგ ფანჯარაში ჩვენ შეგვიძლია ავკრიფოთ ამ წერილის პასუხი და გაითვალისწინეთ, რომ გარდა პასუხისა, ჩვენ ამ დოკუმენტთან ერთად უნდა გავაგზავნოთ ჩვენი CV. ჩემი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ CV წერილის დაწერამდე მიაბათ დოკუმენტს. ფაილის მისაბმელად დავაჭიროთ ღილაკს attach file. ამ ფანჯარაში გვეკითხებიან, თუ სად არის მოთავსებული ფაილი. ჩემს მიერ წინასწარ მომზადებული ფაილი დევს სამუშაო დაფაზე, შემდეგ გადავიდეთ საქაღალდე დათოში, ამისთვის ორჯერ სწრაფად დავაჭიროთ მას. შემდეგ ორჯერ სწრაფად დავაჭიროთ საქაღალდეს ჩემი დოკუმენტები, ორჯერ სწრაფად დავაჭიროთ საქაღალდეს დათო, დავაჭიროთ ფაილს CV და დავაჭიროთ გახსნას. მოხდება ამ ფაილის ატვირთვა. ანუ თქვენ ხედავთ, რომ ამ წერილთან უკვე მიბმული არის ფაილი. და ამ ფაილში რა თქმა უნდა ჩვენი მონაცემებია განთავსებული. ახლა ის დროა, რომ დავწეროთ წერილი. დავაჭიროთ ღილაკს send. ყვითელი შეტყობინება გეუბნებათ, რომ თქვენი წერილი გაგზავნილია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ შეტყობინების შემდეგ რამდენიმე წუთში კომბლე მიიღებს ჩვენ წერილს. გადავიდეთ ისევ inbox-ში და დაველოდოთ კომბლისგან პასუხს. და ისიც. დავაჭიროთ ახალმიღებულ წერილს. ყურადღება მიაქციეთ წერილის თემის მარჯვენა ბოლოს. ნახატი მიგანიშნებთ, რომ ამ წერილთან ერთად გამოგზავნილი არის ფაილი. სიმულაციის ამ ნაწილში ჩვენ ვნახავთ წერილზე მიბმული ფაილის ჩამოტვირთვას და ფაილის მიბმას. დავაჭიროთ წერილს. თქვენ ამ ნაწილში ხედავთ, რომ წერილთან ერთად გამოგზავნილი არის დოკუმენტი. ამ დოკუმენტის ჩამოსატვირთვად უნდა დააჭიროთ ღილაკს ქვედა ის არის წარწერით download. რამდენიმე წამში ეს დოკუმენტი ჩამოიტვირთება, დავაჭიროთ და გავხსნათ. მოკლედ როგორც ჩანს, აქ არის აპლიკაციის სპეციალური ფორმა, რომელიც უნდა შეგვევსო. დავიწყოთ ამ დოკუმენტის შევსება. მე ამ დოკუმენტის შევსებაზე თქვენ არ მოგაწყენთ, გეტყვით უბრალოდ, რომ ფორმის შევსების შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს save. ამის შემდეგ დავხუროთ პროგრამა Word. და უკვე ახლა ესე ვპასუხოთ ბატონ კომბლეს. დავაჭიროთ ღილაკს attach file. ინტერნეტიდან ჩამოტვირთული ფაილები მოთავსებული იქნება საქაღალდეში, რომელსაც ქვია ჩამოტვირთვები. მოვნიშნოთ application form ფაილი და დავაჭიროთ ღილაკს გახსნა. დაიწყება ამ ფაილის ატვირთვა, წერილს უკვე მიება აღნიშნული ფაილი და ახლა დავიწყოთ წერილის ტექსტის აკრეფა. ეს გადაგვრჩენია, დავაჭიროთ ღილაკს send. ყვითელი შეტყობინება გეუბნება, რომ წერილი გაგზავნილია. გავაგრძელოთ ჩვენი სიმულაცია და ნახოთ, თუ როგორ შეიძლება წერილს მივაბათ ჩვენს კომპიუტერში არსებული სურათი. ესეც კომბლეს წერილი. მოგესალმებით ბატონო დათო და გთხოვენ, რომ გამოვაგზავნოთ ფოტოსურათი. ვუპასუხოთ აი ამ წერილს, ისევ გთხოვთ, რომ ჯერ სურათის ფაილი მივაბათ და შემდეგ დავწეროთ ტექსტი. სურათის მისაბმელად დააჭირეთ ღილაკს plus. აქ არის ფოტოაპარატის ნახატი, წარწერით insert photos. გვეკითხებიან, თუ სად არის სურათი მოთავსებული. ჩემი კომპიუტერიდან სურათის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დააჭიროთ choose file. ამ საქაღალდეში გვეკითხებიან, თუ სად არის ჩვენი სურათი მოთავსებული. მე წინასწარ ჩემი სურათი გავამზადე საქაღალდეში, რომელსაც ქვია სურათები, შემდეგ სურათის ნიმუში და თუ თქვენ ასეთი გამოსახულება გაქვთ ეკრანზე, საქაღალდის ფუნქციებიდან შეგვიძლია გავადიდოთ ნახატები და უკვე აშკარად ჩანს, თუ რომელი არის ჩემი სურათი. მოვნიშნოთ სურათის ფაილი, დავაჭიროთ გახსნას და მოხდება ამ ფაილის ინტერნეტზე ატვირთვა. დავაჭიროთ ღილაკს OK. მართლაც ეს სურათი მიება ჩვენს წერილს. ამ შემდეგ შეგვიძლია დავწეროთ ტექსტი. დავაჭიროთ Enter-ს
და დავაჭიროთ relax send. ყვითელი შეტყობინება გეუბნებათ, რომ სურათი გაგზავნილი. სიმულაციის ამ ნაწილში ვნახავთ წერილზე Google Drive-ში განთავსებული ფაილის მიბმას. გავხსნათ კომპლექს წერილი და წავიკითხოთ. აღწერია, რომ თუ შესაძლებლობა გაქვთ, ამ მისამართი გამოგიზავნეთ თქვენს მიერ მომზადებული პრეზენტაცია. უპასუხოთ აი ამ წერილს. სანამ წერილს დავწერდეთ, მოდით მივაბად Google Drive-ის ფაილი. დავაჭიროთ insert file using drive, დავაჭიროთ my drives და შემდეგ მოვნიშნოთ პრეზენტაციები და დავაჭიროთ relax insert. ესეთ ორი პრეზენტაცია მიება ჩვენს წერილს. ახლა კი დავწეროთ უშუალოდ ტექსტი დაწერის შემდეგ დავაჭიროთ lurch relax send. მეაქციეთ ყურადღება აი ამ შეტყობინებას. Google Drive-ში თქვენს მიერ განთავსებული დოკუმენტების ნახვის უფლება გაქვთ მხოლოდ თქვენ. ამ შემთხვევაში Google გთავაზობთ გაზიარების ვარიანტი, რომელიც წერილის ადრესად საშუალებას მისცემს დაათვალიეროს აღნიშნული დოკუმენტი. ამას გარდა, აი ამ ღილაკის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ თქვენს ადრესად ამ დოკუმენტზე ჩასწორების უფლება მისცეთ. მე ამ ფუნქციას დავტოვებ უცვლელად. დამატებით ფუნქციებში გვაქვს სხვა ვარიანტი. პირველი ვარიანტი ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ამ დოკუმენტის ლინკი, შეუძლია დაათვალიეროს ჩვენი პრეზენტაციები. მეორე ვარიანტში შესაძლებელია Google-ის მომხმარებლებმა დაათვალიეროს ეს დოკუმენტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ კომპლეს აქვს Google-ის ანგარიში და აქედან გამომდინარე ვირჩევ მეორე ვარიანტს. უფრო დაწვრილებით, Google Docs-ში განთავსებული დოკუმენტების გაგზავნასა და მოქმედებებზე თქვენ შეგიძლიათ ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაცია ნახოთ, რომელიც განთავსებულია ეკრანზე მითითებულ მისამართზე. ამჯერად კი დავაჭიროთ lurch relax share and send. ყვითელი შეტყობინება გვეუბნება, რომ წერილი გაგზავნილი. ესეც ჩვენი წერილი. სიმულაციის ამ ნაწილში ვისწავლით წერილში ბმულის, ეგრეთ წოდებული ლინკის ჩასმას. შემდეგი წერილიც მოვიდა კომპლესგან და მოდით ვნახოთ აბა რაც გვწერს კომპლეს. ბატონო დათო, ძალიან მომეწონა თქვენი პრეზენტაციები. თუ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გექნებათ, იქნეთ გამომიგზავნოთ თქვენი ბლოგის მისამართი. ჩვენიერი მიზეზია იმისთვის, რომ ბატონ კომპლესს არ ვაწყენინოთ და ჩვენ ამასობაში ვისწავლოთ ბმულის შექმნა. დავაჭიროთ relax პასუხი და დავწეროთ წერილის ტექსტი. ტექსტი კი დავწერეთ, მაგრამ ბმული ჯერჯერობით არ გაგვიკეთებია. ბმულის გასაკეთებლად მოვიქცეთ შემდეგნაირად. მოვნიშნოთ ტექსტი დათოს ბლოგი, დავაჭიროთ relax ბმული. ამ ველში უნდა ჩავწეროთ ვებგვერდის მისამართი. ვებგვერდის მისამართი, როგორც თქვენ ცნობილია, ეწერება ლათინური ასოებით. ამიტომ გადავიყვანოთ ინგლისურ ენას. მისამართის აკლეფის შემდეგ დავაჭიროთ relax OK. დააკვირდით ტექსტს. ტექსტმა შეიცვალა ფერი და გაიხაზა. ქვევით არის წარწერა, რომელიც დაგეხმარებათ იმისთვის, რომ გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე, ან შეცვალოთ ეს ბმული, ან წაშალოთ ეს ბმული. ჩვენ ჯობია რომ დავტოვოთ ეს ყველაფერი. X-ით გავამოქმოთ ეს შეკითხვა. რაც შეეხება მეხუთე კლასის რესურსების საცავისთვის, მოვნიშნოთ ეს ტექსტიც, დავაჭიროთ ბმულის relax და მისამართის ჩასასმელად მოვიქცეთ შემდეგნაირად. აი ამ დაფაზე დავამატოთ ახალი დაფა, აქ ავკრიფოთ ჩვენი ბლოგის მისამართი, შეგიძლია მოვნიშნოთ, მარჯვენა კლავიშით დავაკოპიროთ, გადავიდეთ პოსტაზე, დავაჭიროთ შესაბამის relax, დავაჭიროთ paste relax და დავაჭიროთ OK. მე მგონი წესით გასაგებია, რაც გავაკეთეთ. ისევ და იქცევ იგივე შეკითხვა, რომ გადავიდეთ მოცემულ ბმულზე, შევცვალოთ ბმული, წავშალოთ ბმული, ან დავხუროთ შეკითხვა. ამ წერილთან ერთად მოდით ვნახოთ აგრეთვე თუ როგორ შეიძლება სიცილაკების დამატება. აგერ არის რამდენიმე ტიპის სიცილაკე. მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია და დაამატეთ თქვენთვის მისაღები. დავაჭიროთ send. ყვითელი შეტყობინება გეუბნებათ, რომ ეს წერილი გაგზავნილია. მოდით თავი მოვუყაროთ დღევანდელ ვიდეო სიმულაციას. ესე იგი, პირველ ნაწილში ჩვენ ვნახეთ ახალი წერილის დამატება და გაფორმება. მეორე წერილში ვნახეთ დოკუმენტის ან ფაილის მიბმა წერილზე. შემდეგ ნაწილში კომპლემ გამოგვიგზავნა სპეციალური აპლიკაციის ფორმა, რომელიც ჩვენ ჩამოვტვირთეთ, შევავსეთ და ისევ კომპლეს გავუგზავნეთ. ამავე სიმულაციაში ჩვენ ვნახეთ Google Drive-ში განთავსებული ფაილების მიბმა წერილზე, აგრეთვე ჩვენს კომპიუტერში არსებული სურათის მიბმა წერილზე, ხოლო ბოლოს ვნახეთ წერილში ბმულების ჩასმა. ის გადაგვრჩენია გამოვიდეთ ჩვენი ელექტრონული პოსტიდან. ელექტრონული პოსტიდან გამოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ადამიანებს საშუალება ექნებათ წაიკითხონ თქვენი წერილები ან გააგზავნონ თქვენი სახელით შეტყობინებები. ამ და სხვა მიზეზების გამო გთხოვთ გამოხვიდეთ ელექტრონული პოსტიდან. ელექტრონული პოსტიდან გამოსასვლელად დააჭირეთ relax მარჯვენა ზედა კუთხეში, ხოლო მიღებულ ფანჯარაში sign out. ეს შეტყობინება გეუბნებათ, რომ თქვენ გამოხვედით ყველა ანგარიში. ამის შემდეგ შეგიძლიათ დავხუროთ Google Chrome. თუ ვინმე გაინტერესებთ ჩემი და კომპლეს მიმოწერის საბოლოო შედეგი, შეგიძლიათ გამომიხმაუროთ ელექტრონული პოსტის
დახმარებით. წერილთან ერთად შეგიძლიათ გამომიგზავნოთ სურათები, პრეზენტაციები და თქვენი ბლოგების გვერდები და ერთმანეთს გაუზიაროთ სამუშაოზე მოწყობის გამოცდილება. გისურვებთ წარმატებებს კარიერაში. იმედია, ჩვენი ვიდეო სიმულაციის მსმენელები ბოროტად არ გამოიყენებენ ვიდეო გაკვეთილში მითითებული ელექტრონული პოსტის მისამართებს და სხვა პირად ინფორმაციას. მადლობთ ყურადღებისათვის. მე კი დაველოდებით თქვენს კომენტარებს, წერილებს და კეთილსურვილებს იმ საკონტაქტო მისამართებზე, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ თქვენს მონიტორებზე. თქვენი გოლუაფირო, დათო მალანია.